საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ეთიკის კომისიის 4 ახალ წევრს ირჩევენ. კომისიის თავმჯდომარის ეკატერინე გასიტაშვილის თქმით, კრებაზე 5 კანდიდატიდან 4 წევრი აირჩევა. ერთ-ერთი კანდიდატი გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტოღუშია შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2012 წლის ანგარიშსაც გაეცნენ. კრებას საქართველოს გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაესწრო. მან თავისი ადვოკატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს განცხადებით მიმართა. ეთიკის კომისიის საქმიანობა ეს არის ჩვენი კანონის მიხედვით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. პრაქტიკულად ეს არის სასამართლოს მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანო, კვაზი სასამართლო ადვოკატებისათვის, რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება, ასევე ქვეყნდება იმ ადვოკატთა სია, რომელიც დაექვემდებარებიან დისციპლინირებას, სტატისტიკური მონაცემები ქვეყნდება და აბსოლუტურად ძალიან გამჭვირვალეა ეთიკის კომისიის საქმიანობა, რასაც ჩვენ ვუწულებთ რეალურად სასამართლო ხელისუფლებას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი საერთოდ ადვოკატთა კორპუსში და ძლიერი ეთიკის კომისია ნიშნავს ამ ადვოკატისადმი, ამ ინსტიტუტისადმი ნდობის ამაღლებას საზოგადოების მხრიდან და ეს აუცილებელია ჩვენი ადვოკატთა კორპუსისათვის.